თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, ჩვენი შოუს დიდი მეგობარი და ჩვენი შემოქმედებითი გუნდის წევრი, საპატიო თბილისელი ბატონი გოგა ბიბინაშვილი. ჩემო გოგა, მადლობა შენ გენაცვალე. დღეს ერთად ყოფნისთვის მომბრძანებისთვის და ერთი კვირაა გასული თბილისობის შემდეგ და თბილისობაზე ჩვენ გქონდა მიძღვნილი გადაცემა, მაგრამ იმდენი ჩემი ძვირფასი და ჩვენი შოუსთვის ძალიან ახლობელი ადამიანი დასახელდა საპატიო თბილისელად, რომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ ამას აუთმობდით შემდეგ გადაცემას და ვიწყებ შენი ჩემო ძვირფასო ადამიანო და გილოცავ სული და გულით. დიდი მადლობა, ეს ნამდვილად საპატიო ჯილდოა და მე ამახება კიდეც, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მე ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე, დავბერდი და ძალიან მიყვარს ჩემი თბილისი და სულ ცდილობდი ისე მეცხოვრა, რომ ვინმესთვის რამე არ დამეშავებინა და ბოლოს მაინც ვერ გავიგე რა დავაშავე ესეთი, რომ საპატიებელი გავხდება საპატიო. ანუ თავისთავად ეგ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, აქამდე თუ შემეძლო ეხლა შინაურულად რო გითხრა ვიღაცა გზას რო გადამეჭრი და შემეგინებინა გულიანად ეხლა მაგასაც ვეღარ მოვახერხებ და მომიწევს ცხოვრების ბოლომდე აი ეს არაჩვეულებრივი ჯილდო ვატარო ჩემი მხრებით და დიდი მადლობა ამისთვის თელს და ყველას ვინც ეს რეალურად შემიფასა. მადლობა კიდევ ერთხელ. შენ არა მარტო ყველანაირად მსახურება მართლა საპატიო თბილისელი განდები, ყველა ატრიბუტით, ყველა ნიშნით, იმავდროულად ყველაზე ხანდაზმული თბილისელი ხარ იმ თვალსაზრისით, რომ შენი პერსონაჟი, რომელიც ასე შეიყვარა მაყურებელმა და შენ ასე გამოძერწე, ხო? იოსება. აი ის რა სიტყვა და მითხარი ხლა, რომ დაეჯილდოებინათ ამ ჯილდოთი. ეს თბილისია რა. აი ჩემი შვილი, ჩემი სირგო. ხო, გერმანიაშია. Чуши მე ვერ ავქენი, თორე გერმანიაც ნანახი მაქვს და იაპონიაც, მაგრამ ჩემი თბილისის ყველა ასფალტის გადანაკერი მიყვარდა. აი ტროლეიბუსში რო იდექე, ეგრე იცოდი რომ აი ხო, ვერა. კარგია. ხო, ესეც მარტო ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ არც თლად ხუმრობით. სიმართლე რო გითხრა, ნამდვილად ასე იყო, რომ ჩემმა თეატრმა ფეხი აიდგა 85 წლიდან და მოგზაურობდა ძალიან ბევრ ქვეყანაში. მაშინ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ბევრს ჰქონდა ამის სურვილი, რომელიღაც ქვეყანაში ან ეცხოვრა ან ასე შემდეგ. ოღონდ არ არეგაუროთ, რა თქმა უნდა, და გაქცევით, დარჩენით და ასე შემდეგ. არც კი გამჩენია თავში აზრად ეს, იმიტომ რომ დღეს აღმაშენებელი ქვია, მაგრამ პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე და დავბერდი და შესაბამისად ყველა იქ მოძრავი ადამიანი მეცნობოდა, ვიცნობდი, სალამს ვაძლევდი და ამას ვერანაირად ვერ შეველეოდი ვერასოდეს. ეს ძალიან დიდმა სიყვარულმა იცის შენი ქალაქის, შენი უბნის, შენი ეზოს. შენ წარმოვიდგინე, ჩემს ეზოში ცხოვრობდა ძალიან ინტერნაციონალური ეზო მქონდა და ცხოვრობდა ყველა ჯურის ადამიანი. აი ყველა თითქმის და თითქმის ყველა ენაზე ვლაპარაკობდი. ერთადერთი ნუ მიწყენეთ ჩემი მეგობარი სომხები, სომხურად ვერ ვისწავლე ლაპარაკი და მაიც ისე მოხდა რომ კარგი სომეხი პაპა მათამაშეს. გააკომპენსირე ხო მე თეატრში. ნება მიბოძე შემოვიპატიჟო ჩვენი მეგობარი და რაც თავარია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად საყვარელი პიროვნება და მსახიობი გია ბურჯანაძე. ენაცალეთი. შემოგია, გილოცავ, ჩემო ძვირფასო. მადლობა. ყველანაირად შემკული კაცი ყოველთვის იყავი და აი მართლაც გიხდება ეს, რასაც ქვია საპატიო თბილისელის წოდება და მე ვიცი შენთვის რა არის თბილისელობა და მთელი ცხოვრება რომ მართლაც ღირსეულად დააბიჯებ ამ
ქალაქში და გამორჩეულად რომ უყვარხარ ქალაქს. ეს ადამიანი ბრძანდები და. მადლობთ. შენთვის რა არის მითხარი შენი თბილისი? ურთიერთობები. ქალაქი ისედაც ლამაზი არის, თო კოლორიტული ქალაქი არის, ძველი ქალაქი არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მარტო ქუჩა და ლამაზი სახლი და სკვერი ხო არ არის? ურთიერთობები არის ჩემთვის თბილისი და აი რაც მე ყველაზე მეტად მტკივა და მაწუხებს ის არის ეს ურთიერთობები იკარგება. და შემდეგ ის საზოგადოება, რომელიც ცხოვრობდა. ხა წეგან გოგა იხსენებდა, ეს უბნები ჩვენი ხო ახლა ის პრეხანოველია, მე ვაკეში დავიბადე, გავიზარდე, მე ვერაზე ვცხოვრობდი, მთელი ცხოვრება. ერთმანეთს ვიცნობდით. უბნები ერთმანეთს ვიცნობდით, ერთმანეთს პატივს სცემდით. ეხლა იმ დღეს გიგიდეს, ასე ჩხუბებიც იყო, ახალგაზრდები ვიყავით და ხო იცი გერჩის რა, სისხლი, მაგრამ გვიყვარდა ერთმანეთს. და რაც დრო გავიდა და ვინც ცოცხლები დავრჩით აი ჩვენი თაობიდან და თუ ბევრი წავიდა ძალიან ყველა უბნიდან, ერთმანეთს ეხლაც ვეფერებით რა. სულ გადარებ, აბა როგორ ახარ, რამე ხო არ გაწუხებს, წამალი ხო არ გჭირდება. აი ურთიერთობები, ეს ურთიერთობები ჩვენი მოგონილი კი არ იყო ჩვენი თაობის. აი იმ დიდი ადამიანების, იმ ლამაზი საზოგადოების რომელიც აი თბილისს ალამაზებდა. კოლორიტები იყვნენ იქ, დიდი მეცნიერები, სპორტსმენები, ხელოვანი ხალხი. ჩვეულებრივი რიგითი ადამიანები, ინჟინრები, ასე შემდეგ, გეოლოგები, ყველა. მაგრამ წარმოიდგინე იმ პატარა ბინებში, მაშინ ხო არ იყო ეს დიდი ბინები და სად ეტეოდა ამდენი ხალხი. აბა კაცო. სამთარში მithumetes თუ პალტოები და ემებით, ეს ისა და ბავშვები ეს უფროსები უცებ სად ვეტეოდით ამდენი ეს ბავშვები მე როგეძინებოდა ისინი რო კეიფობდნენ ამ პალტოებში ვიყავით შემზრალები აი ეს იყო და აი კიდე ყველაზე მეტად ადრე სეზონები იყო ხო ზამთარს გავდა გაზაფხული ზამთარს აღარა გავს მაგი გვიკვირს და გაზაფხული იყო თბილისში იყო ბევრი ხეები აი იმისი ნუშის ალუბლის იმის და პირველი ხო ეგენი ყავიან და რაღაცა სუნი რო დატრიალდებოდა და გამოეფინებოდა ეს ხალხი და ეს ფანჯრები ღია იყო და ყველა თითქმის ყველა იმდა სიმღერა გამოდიოდა. აი ეგ იყო ურთიერთობები იყო და ის საზოგადოება სამწუხაროდ რომლებიც აღარ არიან რა. და ჩვენ თუ რამე ვართ, მაგათითა ვართ. აბა ჩვენი თუ არის დაწყებული ეს ყველაფერი, უყურებდით ამ უფროსთაობას, ოჯახებს, მშობლებს, ნათესავებს და უფროსთაობის მეგობრებს, ხო და თუ რამეს წარმოვადგებთ, ხო ჩვენი თაობის ბიჭები და რაღაცები ამათი თავი. ზრდილობაც მაგათგან მოდიოდა, ურთიერთობაც და ბევრი რამ მათგან გვასწავლი. მე ეხლა რა კი მომეცა ეს საშუალება, აუცილებლად მინდა გავიხსენო, მე და გია აი რამდენი წლის მეგობრები ვართ, ვინ მოთვლის, ქალბატონ ლილი იოსელიანთან ვსწავლობდი მე და მეოთხე კურსზე უკვე სადიპლომო სპექტაკლს რო აკეთებდით, მე ვთამაშობდი რომეოს. და აკეთებდა რომეო და ჯულიეტას. დგავდა ქალბატონი ლილი. და გია თამაშობდა მამა ლორენცოს. ვინც ეხმარება და ასე შემდეგ. დღემდე მახსოვს აი ის შეგრძნება მე როგორ შევრბოდი მასთან ტირილით ამღრეული რომ ეს ბედურება დამემართა. და ეს ის განსაკუთრებული წამებია რაც აი ამდენი ხნის მანძილზე მე თან დამყვება და მე და გიას ეხლა კაი რამე გაიხსენა მან ესე იგი რაც თბილი იყო ახლა ნუ რომეო და ჯულიეტა თავისთავად მაგრამ წინა სპექტაკლი ამათ სადიპლომო მე ქვედა ისა ახალგაზრდა ცოტათი უცროსი ვიყავ ხო იქ მე ვიყავი ვარსკენპიტიახში აი ეს პირსისხლიანი საზღარი ვარსკენპიტია ეს იყო იაკობ ცუტე და მაშინ ტრები ვიყავი აი ეს არის ურთიერთობა. აი ამ წამებს ყველას განსაკუთრებული ფასი და განსაკუთრებული ღირებულება აქვს. და ყველა იმ წუთის და წამის ურთიერთობაში გახსენება არის ჩვენთვის რაღაცა განსაკუთრებული დღესასწაული, ჩემო გია. აი გარე. ესეა ნამდვილად. ოგა შენ მინდა ხო ის ამბავი გაიხსნა და შემეგობართან რომ მიხვედი სპექტაკლზე დასახმარებლად ბავშვები რო იყვნენ იქ. ხო, რომელიღაც სკოლაში დგავდა ჩემი მეგობარი, რაღაც სპექტაკლს ოღონდ
ესეთი გამორჩეული ავტორი იმ სპექტაკლს არ ყოლია და რაზეა მეთქი რო უთხარი, აი, მინდა რომ საღამო გავაკეთო და იქ ნოტებიაო, ცალცალკე ბავშვები თამაშობენ ამ ნოტებს. რას ნიშნავს, ვთქვათ, კომედია, რა არის ტრაგედია და ასე შემდეგ, ну, როგორც პერსონაჟები ესე არიან სცენაზე და ეთყობა წინასწარ გააფრთხილა ეს ბავშვები, რომ აი ხლა მოვა ჩემი ძმაკაცი, რაღაცა მსახიობი მთელი რო შევედი, მთელი ეს ბავშვები სცენაზე იდგნენ, ფეხზე დაადგნენ და მიყურებენ აი ესეთი დიდი თვალებით და ძალიან მომერიდა. ერთმა დაიწყო დო, რე, მი, ფა, ჩაყვნენ. ერთმა თქვა მე კომედია ვარ, მეორემ მე ტრაგედია ვარ. არა შვილო მე უცხარე, მე ტრაგედია ვარ. მე ტრაგედია ვარ, ვაი მე. აი ამ გასწორებაში რო ვარ, აქ ხელს ვიღაცა და მოვიხედე დიდი თვალებით, დიდი ბაფთებიანი გოგონა და მასწავლებელო მორიდებით, შეიძლება მე და ფანტაზია უბორნიაში წავალ. თორმე ფანტაზიაც ყოფილა იქ. იშილო, ოღონდ ტუალეტი ქვია მაგას ტუალეტი. აპინ ფარეჯო უბორნიაში წავალ, მე და ფანტაზია.